დღეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრმა საჩვენებელი წვნები გამართა ეგრეთ წოდებული ფლეშმობის დროს ავარიულად დაღრული ნავთობის ლიკვიდაციისა და ძიება გადარჩენის პროცესი ბათუმის საკაბოტაჟო ნავსადგურის აკვატორიაში მიმდინარეობდა. წვნების მონაწილეობას ღებულობდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ნავთობის დაღრვის ლიკვიდაციის ავარიული ჯგუფი, გარემოს დაცვის დეპარტამენტი და აჭარის სამაშველო რეაგირების სამსახურის წარმომადგენლები. ავარიული სიტუაციების სცენარი შემდეგნაირად ვითარდება. მომავალ სესილიზე სამანქანო განყოფილებაში ჩნდება ხანძარი, რის შემდეგაც საწვავი ზღვაში იღვრება და ეკიპაჟის ერთი წევრი წყალში ვარდება. წვრთნების მიზანია შემოწმდეს სამსახურების მზადყოფნა და სწრაფად და ეფექტურად ჩატარდეს ზღვაში გადავარდნილი ადამიანის ძიებისა და გადარჩენის ოპერაცია. დღევანდელი წვრთნა ზუსტად ემსახურება იმ მიზანს, რომ შემოწმებული იქნას ჩვენი მოწყობილობები, შემოწმებული იქნას სისტემები, ასევე ამ წვრთნაში ჩართული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და კოორდინებულად ხდება იმ სცენარების გათამაშება, რაც შეიძლება სავარაუდოდ მოხდეს, როგორც ადამიანის გადარჩენის კუთხით, ზღვაზე გადარჩენის, სიცოცხლის გადარჩენის კუთხით, ასევე გარემოს დაბინძურების მხრივ. ნავთობის ავარიული დაღრვის ლიკვიდაციისა და ზღვაში ადამიანის სიცოცხლის ძებნა გადარჩენის ცნები წარმოადგენს გეგმიურ ცნებს, რომელსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ატარებს ყოველწლიურად. ამ ცნების ჩატარება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ წინასწარ განსაზღვროთ ჩვენი რესურსები, მოვიზიდოთ სხვა უწყებების ძალები და ჩავატაროთ ერთიანი ცნა.